ლელა ხვადაგიანი საუბრობდა. საქართველოში კავკასიის მასშტაბით უპრეცედენტო ავტობაზრობა და კომპლექსი გაიხსნა. იბერია ბიზნეს ჯგუფმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზრობა რუსთავის შესასვლელში 46 კვადრატულ მეტრზე გააშენა. ტერიტორია 4 ზონად და 1 ტერმინალადაა დაყოფილი და 2000 მანქანას მოემსახურება. კავკასიის ავტოცენტრის ტერიტორიაზე უცხოელებს შეეძლებათ როგორც სწრაფი კვების, ასევე ავტომობილების აქსესუარების მაღაზიებით და სასტუმროებით ისარგებლონ. 2 კვირის განმავლობაში კავკასიის ავტოცენტრი მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება. დღეს ქვეყანა ჩამოყალიბდა საექსპორტო ცენტრად, რეგიონულ ცენტრად, რომელიც ასაქმებს ათასობით ადამიანს. ეს ყოველი აქ გაყიდული ავტომობილი და ყოველი ექსპორტზე გატანილი ავტომობილი ხომ არის სინამდვილეში საქართველოში დატოვებული მინიმუმ $1000. ეს არის ადამიანი, რომელიც წავიდა, იყიდა, უცხოეთში ჩამოიყვანა, პორტის მომსახურებას გადაიხადა, ბენზინი ჩაასხა, სხვა მომსახურებები შეისყიდა, მოიყვანა აქ, გაყიდა ავტომობილი და თვითონ მოგება დარჩა. ეს ადგილი ყალიბდება ცენტრად, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ შუა აზიაში, ვინც არის დაკავებული ავტობიზნესით. გარდა იმისა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე მუშაობს და იხდიან გადასახადებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავ ადამიანს ასაქმებს და უამრავ ადამიანმა შეძლო აქ დასაქმება და ღირსეული შემოსავლის მიღება.